ფუტკრები ნექტრის მომარაგებას გაზაფხულზე იწყებენ. როგორც მეფუტკრეები ამბობენ, ყველაზე მეტ თაფლს ფუტკრები წელიწადის ამ დროს აკაციის ყვავილის საშუალებით იძლევიან. ზაფხულში კი პირიქით, მეფუტკრეები ჩქარობენ თაფლის ამოღებას, რადგან ძლიერდება სკაში ტკიპა, დატკიპიანება დაავადება ძლიერდება, ამიტომ თაფლის ამოწურის ჩქარობთ, ამოწურის შემდგომ ვაძლევთ წამალს და ვეხმარებით რამოდენიმეჯერ წამალავს, რომ გავანთავისუფლოთ ვარვასაგან. ანუ თანდათან სკას ვუყურებთ დათვალიერების დროს ფსკერზე, ფსკერი აქვს სუფთად, აი დედოც ვნახეთ, დედა ფუტკარიც, აი ხედავთ. ამ დიდი ოჯახის შრომის შედეგია ფიჭა, რომლის დამუშავებითაც ვღებულობთ სანთელს. ფუტკრის ოჯახიდან მოვიტანეთ გადაბეჭდილი ფიჭა, გადაბეჭდილი ფიჭას ვათვლით ზედაპირს, რათა გამოუწვიოთ. ეს ზედაპირი უნდა მოვაშოროთ. მოშორებული ზედაპირი არის თავისთავად ანათალიქვია. ეს ანათალის არის კარგი, ამაში არის უმაღლესი ხარისხის სანთელი. ამ ნარჩენებს უკვე სანთლად გამოვხდით ახლა სანთლის სახით. უკვე გამოუსადეგარი ფიჭის გადადნობით მიიღება ცვილი, რომლითაც მზადდება სასიამოვნო სურნელის მქონე სანთელი. თაფლის სანთლის ისტორია 10 წლეულებს ითვლის, თუმცა მომზადების ტექნიკას ალბათ ძალიან ცოტა თუ ფლობს. ეს უკვე გაშრობის შედეგად მიღებული სანთელია. როგორც ხედავთ, სანთლის გზა დამზადებიდან ანთებამდე საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ თაფლის ცვილია. ჯერ მსოფლიოში არც ერთ ლაბორატორიას არ შეუქმნია ნივთიერება, რომელიც ცვილს გაუტოლდება. ამ საიდუმლოებას ჯერჯერობით მხოლოდ ფუტკრები ფლობენ.